გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ. ამ დროიდან ტრადიციულად შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 557 88 55 88. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა ირაკლი კობახიძე, 2 წელი გავიდა, ცოტა მეტიც კი. ამიტომ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ მაყურებლებს და რადიო მსმენელებს 2 წლის თავზე დავუსვათ შეკითხვა, როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას ამ თანამდებობაზე, როგორ აფასებთ მისი გუნდის საქმიანობას საერთოდ და რა ინიციატივები გახსენდებათ, რა ცვლილებები გახსენდებათ, რომელიც ბატონმა ირაკლი კობახიძემ განახორციელა, რომელმაც გააუმჯობესა თქვენი ოჯახის ან თქვენი გნებავთ ნაცნობის ცხოვრების დონე. საინტერესოა რა სიტყვის მაყურებელი და რადიო მსმენელი ამ საკითხზე, იმიტომ რომ ჩვენი ვალია შევაფასოთ თანამდებობის პირების საქმიანობა. და ამ ანალიზზე, ამ შეფასებაზე დაყრდნობით სამომავლო ჩვენი პოზიციები ჩამოგვიყალიბდეს კონკრეტული პოლიტიკური გუნდის ან ჩინოვნიკების მიმართ გნებავთ. რა გახსენდებათ, რა ფაქტები, რა ინიციატივები, რაც ბატონმა კობახიძემ წამოაყენა, დაიწყო მუშაობა და ამით გაუმჯობესდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურობა. გნებავთ საერთაშორისო თვალსაზრისზეც გაუმახვილოთ ყურადღება, მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს მდგომარეობა, პოზიციონირება გაუმჯობესდა თუ გაუარესდა. ცოტა რიტორიკული შეკითხვა ალბათ გამომივა, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, საქართველო ბოლო 2 წელიწადში განსაკუთრებით მოწყდა ცივილიზებულ სამყაროს, მხოლოდ არაბულ ქვეყნებთან ვახერხებთ ურთიერთობების დამყარებას და ნორმალიზებას და სწორედ ერთ-ერთი მთავარი, რაც ირაკლი კობახიძის თანამდებობაზე ყოფნის 2 წელიწადს უკავშირდება, ეს არის არაბული ქალაქების შესახებ განცხადება, ამ ყველაფრის ინიცირება და ძალიან აქტიური ლობირება არაბული ქალაქებისა. 3 არაბულ ქალაქთან გვაქვს უკვე საქმე თუ თავიდან 2 იყო. და ესეც ბევრ შეკითხვას ბადებს, ეს თემაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თქვენო წინააღმდეგი იბრძანდებით თო ინვესტიციების, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტში შემოვაო. აი ამას გვეუბნებოდა ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი. ფული შემოვაო 6 მილიარდ ნახევარიო. სად არის ეს 6 მილიარდ ნახევარი დოლარი, რამე შემოვიდა ბიუჯეტში, თუ ეს რაღაც ბუნდოვანი პროექტია, უკვე დაწყებული აქვს იგულხილს საქმიანობა, ყიდის არარსებულ ბინებს, არარსებულ ფართებს, არც აშენებულს და არც არაფერი რომ არ გაკეთებულა ისეთ პარტებს, იზიდავს ამ არაფრის გაყიდვით თანხებს და შემდეგ ეს ამას უწოდებენ ინვესტიციას თუ რას? ბუნდოვანი სპექტაკლი აღმოჩნდა ეს ყველაფერი. პირდაპირ ეთერში ვართ, სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. კითხვა ასეთია, როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის 2 წელიწადს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე? ცოტა მეტიც კია უკვე 2 წელი და 2 თვეც კი სრულდება, რაც ბატონი ირაკლი დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე. სოციალურ მიმართულებასაც შევეხოთ, ბუნებრივია, ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრისით გადაიდგა თუ არა რაიმე ნაბიჯი გნებავთ ამ 2 წელიწადში. და როგორ შეადარებდით ბატონ ირაკლის სხვა პრემიერ-მინისტრებს გნებავთ? იყო თუ არა მსგავსი მოცემულობა წინა პერიოდებში, როდესაც სხვა ხელმძღვანელი ჰყავდა მთავრობას. ზარია ეთერში გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. აი ახლა უცნობი საწვავი კიდევ გაძვირდება ოპერაცია. საწვავი გაძვირდება, დიახ, მოსალოდნელია. გაუმჯობესდა, მაგრამ თავრობისთვის ჩვენ რა ლარჯი ადგილი აქ გადავიყვით და პეტრიერები ვიქნები. ყველაფერი შესაძლოა დავდები. ვიტუმატე შეუპირებიც და პეტრიერებიც გვაქვს. აი, დიახ. მაგაზია შეგვიძლია ვერაფერს მოიყარები. გასაგებია თქვენი სათქმელი. გახსენდებათ თუ არა რომელიმე ინიციატივა, რომელიმე ცვლილება, რომელიც ბატონი ირაკლი კობახიძის და მისი გუნდის მიერ იყო ინიცირებული და ამ ყველაფერმა თქვენს ცხოვრებაზე მოახდინა დადებითი გავლენა. ესეც ერთ-ერთი იქვე კითხვაა ჩვენს გადაცემაში. ზარია, გისმენთ? ალო, თუ ვისმენთ, გესმენთ ჩემი. გვესმის თქვენი ხმა, დიახ. ხო და ასეთი შეკითხვა გაქვს. საერთოდ ჩვენ ქვეყანას თუ თulis ვინმე რამეთ.
დაამატებთ რამეს? ენას დავამატებ, რაც შეიძლება საუბარში ჩაგერიოთ. დიდი მადლობა, გავიგეთ თქვენი შეკითხვა, ჩვენს ქვეყანას თუ თვლის ვინმე რამედო, ასეთი რიტორიკული შეკითხვა დასვა ჩვენმა მაყურებელმა თუ რადიომსმენელმა. ეს 2 წელიწადი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მთავრობის ჩინოვნიკებმა რეკორდული რაოდენობის პრემია დანამატები აიღეს მხოლოდ 1 წელიწადში. 527 მილიონ ლართან გვაქვს საქმე, რომელიც პრემიებად და დანამატებად დარიგდა. აგრეთვე ამ წლებში რეკორდულად გაიზარდა მთავრობის წევრების, ჩინოვნიკების ხელფასები, მაღალი თანამდებობის პირების განსაკუთრებით. 400.000 ლარი დაიხარჯა სხვადასხვა წვეულებებში და სუფრებში, რომელიც ჩინოვნიკებმა მოაწყვეს, მაგალითად ამ წლის მხოლოდ 1 თვეში. 1 თვეში ხასუსვამ და ამ ყველაფრის პარალელურად 20 ლარით გაიზარდა მხოლოდ პენსიონერებისთვის შემწეობა. როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის 2 წელიწადს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რა გახსენდებათ კარგი და რა კრიტიკული გაქვთ სათქმელი აგრეთვე. თავისუფალი ეთერია ხასუსვამ და ნებისმიერ შეფასებას მივიღებთ. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა დონო. გამარჯობა. რა მინდა გითხრათ ესე? კობახიძე არის ივანიშვილის გახმოვანებელი. იგი ახმოვანებს ივანიშვილის ტყუილებს. ჩემი თხოვნა იქნება ადრე რამდენიმე დღის წინ აჩვენებ. 2012 წლამდე რამდენი ტყუილი თქვა ივანიშვილმა. აი ამ ტყუილებს გახმოვანებელია, ეგ არის გაკეთებელი აბსოლუტურად. ტყუილებების მაგშანზე. შევიგოთ ვებოდა მილიონებს შორის ალბათ სანამ დაამთავროს საერთაშორისო ჩვენთან ერთად რა უნდა რა უნდა მილიონერებს 40 მილიონერს რა უნდა მეტი საქმე არა აქვს გასართობა და საჩვეულებო წვენიანი ჩორბიუროა სხვა არაფერი ხელისუფლება ჩორბიურო მოსახლეობის 90% ფაშხეთებია პენსიონერების ჩათვლით 20 ლარი მოგუმატებს და რამდენი ლარები მოემატა წამლებს პროდუქტებს და 1000 რამეს არა ჩვენია თუ ამ ქვეყანაში არსებობდეს ეგენი ახარნასო ეგენი კალიმა რო იყო სტალინის როკონდა გასახლებული რო ყავდა დამნაშავეები კალიმაზე უნდა ეთიდეს საჯელს მადლობა გასაგებია თქვენი შეფასება დიდი მადლობა ზარისთვის რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა რომ 3000%-ით არის გაზრდილი ქვეყანაში მოსმენების რაოდენობა და აგრეთვე თვალთვალი ფარული ინფორმაციების გამო აგენტების ჩანერგვა და მსგავსი რამ. გვახსოვთ ჩვენ რომ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, როდესაც ნათესავებს ერთმანეთთან საუბარი სურდა, ტელეფონს რთავდნენ, გამორთული ტელეფონით ესაუბრებოდნენ, ბატარეებს იღებდნენ ტელეფონიდან და ბოლო 2 წელიწადში შეიძლება ითქვას, რომ თვითონაც ადასტურებენ ეს მოსმენები დააბრუნეს და განაახლეს. და შიშის სინდრომი დანერგეს, პოლიტიკური რეპრესიები განახორციელეს და აგრეთვე მიიღეს ჩრდილოეთ კორეის ტიპის ამაზრზენი და არნახული კანონები. ერთ-ერთი არის მაგალითად ტროტუარზე დადგომისთვის, რომ ადამიანს ციხეში უშვებენ. ეს არის წარმოუდგენლად მძიმე კანონმდებლობა, რაც არის მიღებული ბატონი ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს და ზარის ავტორმა ახლა თქვა, რომ ის ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს და გეთანხმებით გარკვეულწილად დამოუკიდებლად ალბათ არ მოქმედებს ბატონი ირაკლი, მაგრამ ჩვენ წინა პრემიერ-მინისტრებიც ვყავდა არაერთი და მათ დროს ასეთი კანონები, ასეთი რეპრესიული მიდგომები არც ერთს არ გქონია. ანუ აქ მხოლოდ იმაში არ არის საქმე, რომ ბატონი ვიძინა ავალებს ამას, არამედ თვითონაც რეპრესიული სურვილებით, რეპრესიული ზრახვებით არის. ყველას დაუპირისპირდა, ყველასთან მტრობა გააჩაღა, როგორც შიგნით, ასევე საგარეო კუთხითაც და რა სიტყვით ბატონი ირაკლი კობახიძის 2 წელიწადზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რა გახსენდებათ, რამაც ქვეყნისთვის რაღაც გააუმჯობესა, თქვენი და თქვენი ოჯახისთვის რაიმე შეცვალა. ზარია ეთერში, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? დიახ. რა გადაცემა მიმდინარეობს, თუ ერთი და იგივე აზრი ფიქრდება. რაიმე მიცელობა აქ განსაუბრავს, არ ვინმე ისმენს, ნებისმიერ საკითხზე.
ერთი და იგივე ზერეკან ხალხი და ბოლოს არა. თქვენი აზრი როგორია ჩვენს თემაზე, ქალბატონო? კარგით, გავიგეთ, რომ სკეპტიკურად ხართ ყველაფრის მიმართ განწყობილი, მაგრამ თქვენი პოზიცია რა არის? რა არის მიმართ? როგორ აფასებთ ბატონი ირაკლი კობახიძის 2 წელიწადს თანამდებობაზე? რამდენჯერ უნდა თქვა, ახლა მაგირო არასდროს არ გქონია ეს თემა, პირველად გვაქვს. არა, ნუ მაგის გარსი ხوارე, როგორი მთავრობა ხალხ იგივე არ არის, მაგის მთავრობა ხოთების და ნიხოვნა დღე არის ერთი დაიდგება საკითხა, პასუხები ერთი არის, შედეგი არაფერი. დიდი მადლობა. ესეც სათქმელია ერთგვარი ქალბატონო, მადლობა რომ დაგვირეკეთ, მივიღეთ თქვენი პოზიცია და აზრი. გადაცემებს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა და აზრი, მერწმუნეთ. როდესაც ჩვენ ერთმანეთის შეხედულებებს ვუცვლით ერთმანეთს, გაცვლა ხდება ამ ეთერში პოზიციების და შეხედულებების, ამით არის საინტერესო. დამატებით ამ გადაცემებს უსმენენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები. და ხალხის აზრი მიდის მათ ყურამდე, ოდნავ მაინც ყველა მინისტრს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ყავს პრეს-ცენტრი, რომელსაც ევალება ტელევიზიებს უსმინოს და მოკლე ანალიზი ხალხის აზრი იქნება თუ სხვადასხვა, შემდეგ მიაწოდოს პრემიერ-მინისტრს და ამ ეთერიდან ამას ვაკეთებთ და ბევრი შედეგი გქონია სხვათა შორის, მინდა გითხრათ. ერთადერთი ტელევიზიაა ეს, სადაც 24 საათი ვსაუბრობდით იმაზე, რომ ქვეყანაში ფასები არის არაამქვეყნიური და არაადეკვატური. და რაღაცა გაიგონა ხელისუფლებამ. და დაიწყო ამ ფასების შემსწავლელი კომისიის შექმნა და რაღაცაზე მუშაობა. შედეგი რა იქნება ჯერ არ ვიცით და არაფერი არ ჩანს უკეთესობა, მაგრამ ხმა მაინც მივაწვდინეთ. ამაშია პლუსი. ზარია გისმენთ? ძალიან კარგია რომ ისმენთ. მაგრამ ერთი რამ იხოთ გულისხმიერად მხოლოდ მომეწონეთ. ეხლა რა შეესახება? ამ ხალხს როგორ გინდა შეაგრებინოთ, რომ ჩვენს ადამიანები ვართ და არაფრით ისინი უკეთესები არ არიან ჩვენს. რატო ცვლიან, კაცო, რატო ცვლიან სტუდენტებს? მე დაუშვათ 60 წიგნის ავტორი ვარ. 92 წლისა ვარ. ბიჭო, ჩემი პენსია რატო უნდა იყოს ამათი მინისტრის ან დეპუტატის 30 ჯერ მეტი, 50 ჯერ მეტი. რასაც თქვენ პენსიის სახით აიღებთ, 4 წლის განმავლობაში იმას იღებენ 1 თვეში. კარგით ბატონო, დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ და სათქმელი მოგვაწვდინეთ. ჩემი თხოვნაა რომ როდესაც ეთერში გვიკავშირდებით, ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთეთ. აბსოლუტურად ბოლომდე. ჩვენ ძალიან არ გვინდა რომ მაყურებლებს და რადიო მსმენელებს გავუთიშოთ და მათი მოსაზრება ვერ მოვისმინოთ. ეს გვაბრკოლებს ტელევიზორს თუ არ გამოურთავთ ხმას ბოლომდე, ჩვენი კომუნიკაცია ვერ შედგება ხარისხიანად და ბევრი ახალი მაყურებელი და რადიო მსმენელი გვიერთდება და მათთვის ამის გამეორებით მე არ დავიღლები. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა თინდო. გამარჯობა. აი, მაპატე სტალინის გროველი და სტალინის დროს ნაცები და ფოტოები ეგრე არიან ორივე მისაკანებენ. და აკეთებს ჩემი საფასტოლო. ამაზე ნაპარაკი უნდა. ისე გვაწყობენ პატარა 82 წლის სტატუა. 70 წლის სტაჟება. ხოდა, აი ხარგადა უკმუნდე იმასაც ისწრებია და მეც ისწრებია ხონდე. არ უნდა იყოს ტოლერანტი გასწორება. კეთილი. სამაფანი არ არის. რამლებაკე პასტასთან მეტყავს, აი. როგორ აფასებთ პრემიერ-მინისტრის 2 წლიან საქმიანობას? რამე კარგი მაინც თუ გახსენდებათ, ახლა კრიტიკულს ბევრს ვამბობთ, მაგრამ კარგიც ვთქვათ. არაფერი გაკეთა საქართველოს. კეთილი. კარგი რა უნდა საქართველოს და კარგი არ გავუტეკები არაფერი მაგარ. ხასები გაკლება როგორც სადარი ფასები გაკლება. იმის არ მიჩერა, როგორ მიჩერა ეგ ენში მაგთოს ბოღმოვგამი და თამად ბოღმოვ იმ მადლობ ჩემო ბატონო, დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით. ფეოდალიზმის სახე შეიძინა ნამდვილად იმ ვითარებამ, რომელიც დღეს არსებობს.
რომ გამორჩეული ერთი კლანი, რომელიც თავს ქვეყნის ხელმძღვანელად მიიჩნევს, უფრო და უფრო მეტად მდიდრდება და დანარჩენი საზოგადოება ღარიბდება. აი ამას ნიშნავს ფეოდალიზმი. სიღარიბე გამწვავდა, იმიტომ რომ ფასები როდესაც იმატებს, გადასახადებიც იმატებს და ადამიანებს არ აქვთ ცხოვრების შესაძლებლობა თავიანთი შემოსავლებით ღირსეულად. აი ასულ ახლახანს ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდა. იუსტიციის სახლში ყველა გადასახადი გაზრდილი და გაორმაგებულია ბოლო პერიოდში. ამ დროს კი არ იზრდება არც პენსია და არც ხელფასები, ისე რომ დაეწიოს ფასებს. ეს არის ვიმეორებ ფეოდალიზმი. ახლა ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ქვეყანაშია უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდაო, ვიდრე წავიდაო. ეს არის სრული სიცრუვე, თუ ადამიანი ერთი კვირით სამოგზაუროდ იყო და დაბრუნდა საქართველოში, ამას თვლიან დაბრუნებულ ადამიანად? როდესაც 100,000-ობით ემიგრანტია ჩვენი ქართველი წასული უცხოეთში, ოჯახი არ არის, საიდანაც ემიგრანტი არ არის. და უცხოეთში არ არის ადამიანი წასული. და ამ ფონზე უცხოელები შემოდიან აქ. გაივსო საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით. და თურმე 4 მილიონი გავხდით ლამის ისე გაიზარდა მაცხოვრებელთა რიცხვი. ზარია ეთერში გისმენთ? ალო? გამარჯობა, ტელევიზორს ხმა გამოურთეთ, გთხოვთ. ეხლა. დაგელოდებით, ძალიან გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ. დიახ. ხმა ბოლომდე უნდა გამოურთოთ, ბოდის გიხდით. არაფრის. დაწევა არ არის საკმარის. გისმენთ ქალბატონო, გისმენთ. მე გურიიდან გაწუხებ შვილო. საიდან? გურიიდან. გურიიდან. მოკითხვა ჩვენს გურიას. დიახ. შვილოს სამარცხინო მდგომარეობა შვილო, რომ საქართველოში წამალციხოს დედები და ამ დროს ყობახიძეს, ირანი, თურქეთი და ესა ჩვენი მოღალატე ხალხთან კავშირი გააყენეს. და ამ დროს პლედებზია ლაპარაკი, რომ პლედი არ შეიტანოს დედამს. აი ესა საქართველო და მაგათ უყვართ. აბა მისი შვილები იყოს იქა. ქალბატონო, ბოლო 2 წელიწადში ოდნავ მაინც თუ გაუმჯობესდა თქვენი ცხოვრება, თუ გაუარესდა? არავით არის. ორი ავატყოფი მყავს ონკოპაციენტები. არანაირი ყურადღება საქართველოში არ ექცევა. მხოლოდ 20 მილიონებს ატრიალებენ. პენსიიდან როგორ შეიძლება რომ მე ორ ონკოპაციენტს უნგულალო. დიდი მადლობა, თქვენ ძალიან მძიმე იყო ეს მოსასმენად. ბევრი ადამიანია მსგავს მდგომარეობაში და ყველას მხნეობას და გამძლეობას უსურვებ ღვთის შეწევნით. როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის 2 წელიწადს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე? რომელი ინიციატივა, რომელი ცვლილება გახსენდებათ, რომელმაც თქვენი ცხოვრება ოდნავ მაინც გააუმჯობესა? სხვა პრემიერ-მინისტრებიც ყავდა ქვეყანას, მაგრამ ასეთი რეპრესიული მიდგომები ჩვენ არც ერთისგან არ გვახსოვს, რაც ბოლო 2 წელიწადში ვნახეთ. არა ამ ქვეყნიური კანონები, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ტიპის არის და ტროტუარზე დგომისთვისაც ადამიანის დაკავებას და ციხეში გაშვებას ითვალისწინებს. სწორედ ეს ხდება ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად. მოსმენები და თვალთვალი მოქალაქეებისა 3000%-ით არის გაზრდილი და ამას თავადაც ადასტურებენ, ანუ დაბრუნდა ის დრო, როდესაც ტელეფონზე თამამად ვეღარ საუბრობენ ადამიანები. პენსიები 20 ლარით გაიზარდა, ოდნავ მეტი 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ამ დროს კი პრემიები გაიზარდა მთავრობამ არნახული რეკორდული მაჩვენებლით. ვიმეორებ ნახევარ მილიარდზე ოდნავ მეტი აიღეს პრემიების სახით. არაბული ქალაქების თემა გაჩნდა ზუსტად ამ 2 წელიწადში, რაც ბატონი ირაკლია თანამდებობაზე. როგორ აფასებთ ჯამში ამ ყველაფერს და მე არ მინდა მხოლოდ კრიტიკული ვიყოთ, ვისაც გახსენდებათ კარგი და პოზიტიური, მე მაპატიეთ ვერ ვიხსენებ. დარეკეთ და ბრძანეთ. ზარია ეთერში გისმენთ?
სამწუხაროდ გაითიშა სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. არჩევნები, არაერთი არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ბატონი ირაკლი, ასე ვთქვათ, ზედამხედველობას უწევდა ზოგ შემთხვევაში ქართული ოცნების თავმჯდომარის რანგში, ზოგ შემთხვევაში კი უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში და ყველაზე მეტი კითხვა მისი კურატორობის დროს ჩატარებული არჩევნების მიმართ არსებობს დღემდე. აი ესეც უნდა მეთქვა აუცილებლად. მედიასთან ბრძოლა. ყველა კრიტიკული მედია დღეს დახურვის წინაშეა და ასეთივეა ობიექტივიც და ყველანაირი გზა მოჭრილი აქვს ობიექტივს, არსებობის უფლებას არ უტოვებენ. აი ამ დღეში ჩააგდეს ობიექტივიც და სხვა კრიტიკული ტელევიზიებიც. ზარია ეთერში გისმენთ? ალო. გამარჯობა. გამარჯობა ილია ბატონო. მოგესალმებით. გისმენთ? მაინტერესებს რატომ მიბრუნდება მე ხმა არ ტელევიზორი და გარს არა. აი ეთერში კარგად ისმის ჩემო ბატონო, ამიტომ შეეცადეთ რომ პოზიში მაპატიე. დიახ. ილია ბატონო. ჩვენი ტელევიზია რო დაიხო. დაუჟა დაიხო ჩვენი ტელევიზია კიდადაც ჩვენი სტუდია. რაღა იქნება საქართველოს მაშინ? ვის მიაწევს ხმალში? მადლობთ. მე ვარ რიგითი პენსიონერი და მოქალაქე. დიახ. ხშირად უსმენ თქვენ გადაცემას. დიახ. ერთ-ერთ კითხვას კი არ არის ახლა კითხვას თქვენ სვავთ მე არ პასუხობ მე ვსვამ კითხვას სოფლიოში თუ ვინმე არის ადამიანი პოლიტიკოსი საზოგადო მოღვაწე ვინაც დაგმო დაუშვათ ამერიკის პრეზიდენტის კიევში შემობრძანება რომ მან იმისათვის რომ რუსეთს უკრაინელებს ეწყიდა თემბორე მილიარდ-ნახევრიანი პაკეტი ჩადოდა არა ორი ჭიქაყავა ეყოფოდა რომ მშვიდობის მაგიდა დეერვა მანახეთ კაცი ვინას დაგმოეს მოქმედება პოზიში ეს გადავხედე რა მადლობთ, დიდი მადლობა ჩემო ბატონო, უღრმესი მადლობა რომ დაგვიკავშირდით. ამ თბილი სიტყვებისთვის მადლობას გეტყვით. მართლაც ობიექტივის მაყურებლები და რადიომსმენელები რაღაც ერთი გუნდი ვართ თითქოს და ერთი მიზნები და ერთი ამოცანები გვაქვს ეროვნული ინტერესების საკეთილდღეოდ მოქმედებდით და მოქმედებთ ყოველთვის. გამიჯნული არ ვართ. რაღაც ერთი ოჯახივით ვართ, ერთგული მაყურებლები, რადიომსმენელები და ჩვენი წამყვანები ყველანი. ყველაზე უშუალო, ყველაზე ინტერაქტიული არხია საქართველოში და როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ტელევიზიას ძალიან გაუჭირდა. ყოველთვე ჩვენ ვალების აღება გვიწევს, მაგრამ ამ ვალების აღებასაც ვეღარ ვახერხებთ უკვე, ეს ძალიან ძნელია. ამიტომ მიუმართეთ მაყურებლებს, რადიომსმენელებს, თუ სურვილი გააქვთ, გვერდში დაუდგეთ ამ არხს და გადაარჩინოთ მისი მაუწყებლობა და გამოვიტანეთ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რაც მორბენალის რიქონის სახით გადის ახლა ეთერში. დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ თქვენგანს გამოხმაურებისთვის. დღეს მაგალითად ობიექტივის სტუდიაში 96 წლის ქალბატონი ზინა გვეწვია, რომელიც ასე ვთქვათ საჩუქრით მოვიდა და ამავდროულად 100 ლარი შესწირა ობიექტივის გადარჩენის ფონდს. ქალბატონმა ნინომ ობიექტივის საბანკო ანგარიშის ნომერზე თანხა ჩარიცხა, მადლობას ვეტყვი მას. აგრეთვე ქალბატონი მედეასგან მივიღეთ ჩვენ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა და მადლობა მას. ბატონ რუსლანს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ობიექტივს თანხა შესწირა აგრეთვე და ბატონ ზურაბს მინდა აგრეთვე გამოვეხმაურო დიდი პატივისცემით და სიყვარულით. უდიდეს საქმეს აკეთებთ. ეს თქვენი თავდადება მართლაც ამ დროში თავდადებას ნიშნავს ასეთი კრიტიკული არხის მხარდაჭერა, აუცილებლად დაგიფასდებათ, მინდა გითხრათ. ზარია ჩვენს თემაზე რა სიტყვით? გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ბატონო ილია, ზუგდიდიდან გირეკავ. მოკითხვა ჩვენ საყვარელ ზუგდიდს. ისა აფხაზეთიდან ვარ. დიახ. ერთი მაინტერესებს ვერ დაუკავშირდით დავით თარხან მოურავს. მათემატიკოსია ვიცი პროფესიით. ოდა მათემატიკა ხო იცით ყველა მეცნიერების დედოფალი არის. ჩემი ნაცვლადია. ეკონომიკი არა ვარ, ისე კი სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლებელი მაგდამთავრებული, მაგრამ პოლიტიკონომია მისწავლია, ეკონომიკა ორგანიზაცია, ნუ საწყისი ესენი ვიცი. ვერაფრის ვერ გავიგე.
და მინდა ერთი რომ გამაგებინოთ სახელმწიფო რომელიც ვერაფერს ვერ აწარმოებს არც ნავთობს ყიდის არც გაზს ყიდის როგორ შეიძლება თურქეთის ფულის უფრო მეტი დიდი იყოს თურქეთის ფულზე ჩვენი ლარი ან რუსეთის ფულზე უფრო როგორ უნდა იყოს რომელიც გენებს აკეთებს რაკეტებს რა ვიცი რა თვითფრენებს აყვედებს აი ამის აღსნახოთ შეიძლება ვინმე ეკონომისტი გამოვიდეს და ერთი თქვას აი ეს როგორ ხდება ძალიან ვერ აწარმოებს სახელმწიფო ვერაფერს ვერ ყიდის ერთი ხურზენი რაღაცა ღვინო და всё დიდი მადლობა ჩემო ბატონო ბატონი დავითი თარხანმოურავი ახსენეთ თქვენ და როდესაც ჩვენს გადაცემებში იქნება სტუმრად ეკონომიკასთან დაკავშირებით დავუსვამთ ამ შეკითხვას ბატონი დავითი ეკონომიკაში ძალიან კარგად ერკვევა ისევე როგორც არაერთ სფეროში და მრავალი მიმართულებით სტუდიის ტელეფონის ნომერია 557-45-95-98 როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის 2 წელიწადს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რომელი ინიციატივა რომელიც ცვლილება გაგონდებათ რომელმაც თქვენი ოჯახის თქვენი ახლობლების და ზოგადად ქვეყნის მდგომარეობა გააუმჯობესა. რა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები გახსენდებათ ამ 2 წლის განმავლობაში, რომელიც სწორედ ბატონ ირაკლის უკავშირდება, რომელ ერთს დაასახელებდით. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით, გამარჯობა. რა არის ახლა ბატონო ილია იცით? დიახ. ბევრი ხალხი ვერ ერკვევა იმას, რომ ეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი ხელის ბიჭი არის ივანიშვილის. ივანიშვილი არის მმართველი ჩერდილიდან და პასუხისმგებელი არის ჩვენი პრემიერის და თვითონ პარლამენტის. ამაში უნდა ერკვეოდეს ხალხი. ეს არის სინამდვილე. რაც სააკაშვილმა გააკეთა მithumetes მეტი გამოსულები იყო ხალხის ადამიანებს ცერდნენ ხოცავდნენ მაგრამ მაინც გამოდიოდნენ ამათ კიდე ნიხილიზმი დათეს ამათ ხალხს იმედი გამოსულეს ყველაზე დიდი დანაშაულია როცა ერი ესე სულიერად გახსნეს აი ეს არის ჩემი პასუხი თუ რესტარაციის პრეზიდენტის და პრემიერის ესენი ხელის ბიჭები არიან ივანიშვილის მადლობთ ყურადღებისათვის გასაგებია თქვენი შეფასება არაბული ქალაქების შესახებ ძალიან მძიმე ინფორმაცია შევიტყვეთ ჩვენ ერთ წელზე მეტია უკვე გასული რასაც ნომერ პირველი ვინც ლობირებას უწევს ეს ბატონი ირაკლი კობახიძეა რეპრესიები დაიწყო ქვეყანაში განსხვავებული მოსაზრებების დევნა შიშის სინდრომი განახლდა კვლავ სამწუხაროდ რაც არც ერთი პრემიერ-მინისტრის დროს არ ყოფილა მოსმენების და თვალთვალის რაოდენობა 3000%-ით არის გაზრდილი ჩრდილოეთ კორეის ტიპის უკანონო კანონების მიღება დაიწყო ბრძოლა მედიასთან მაგალითად ობიექტივი ერთ-ერთია ფასების საკითხი რაც ძალიან მძიმეა გაათმაგდა ფასები ბოლო პერიოდში და ფასების შემსწავლელი კომისია ჯერ ვერანაირ შედეგს ვერ დებს სამ თვეზე მეტია მუშაობენ არნახული რაოდენობის პრემიები დანამატები გაიცემა მთავრობის ჩინოვნიკებზე კორუფციაში იხჩობა ქვეყანა კვლავ ასეთი ეჭვებია ექსპერტების მხრიდან გამოთქმული და ადრე რაც ხდებოდა თურმე ეს საერთოდ შოკის მომგვრელია რა სიტყვით ამ 2 წელიწადზე და საერთოდ თუ გნებავთ ჯამში 14 წელიწადი ქართული ოცნებისად შეაფასეთ ზარია ბატონო ილია შემოვარდნაკა დიახ კი ბატონო ვიცი თუ შედეგები რაც არის არა ვაკაპტანა 65 წლის ასაკში ვარ მათემატიკურ გრაფიკს გავაკეთებდი და ბატონ კობახიძეს და მის თანებს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ყველას მოაქცევდი -100-ის ქვევით ხო არის x y და 0 0-ის ქვევით 100 -100-ის კიდევ რამდენი 100-ის ქვევით აი მაგათი მოღვაწეობა არის მადლობ ყურადღებისთვის მადლობ დიდი მადლობა საარისთვის
ჩემი აზრით მაღალ თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ დამსახურება, როდესაც იკავებენ ამ სკამებს. ყველას რომ ნაცს ეძახიან დღეს, ყველა ვინც არ გვეთანხმებაო, ნაცები ხართო. და თვითონ სად იყვნენ მაშინ, როდესაც ჩვენი გუნდი, პირადად მე 17 წლის ბიჭი ვიყავი მაშინ, ნაცებს რომ ვებრძოდით და სიცოცხლეს ვწირავდით. ჩვენნაირების, ჩვენი ნაბრძოლის ხარჯზე მოვიდნენ ისინი და დაგვიწყეს ბრძოლა ჩვენც და დანარჩენ საზოგადოებასაც. ეს ნამდვილად არ დაიმსახურა ამ ქვეყნის მებრძოლმა საზოგადოებამ. განსაკუთრებით ჩვენი არხის მაყურებელია ასეთი. და არაერთი ბრძოლა გვაქვს ერთად გავლილი. დამსახურებაზე, როდესაც ვსაუბრობ მე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაიმე თუ გაუკეთებიათ ამ ადამიანებს ქვეყნისთვის დღეს რომ მაღალი თანამდებობიდან გვიმზერენ და ყველას თიც გვიქნევენ და აგრესიული რიტორიკით გვესაუბრებიან იმის ნაცვლად რომ ცოტა დიპლომატია გამოიყენონ ხალხთან, ხანდახან ცოტა დაამშვიდონ, გაამხნევონ საზოგადოება, არა ზემოდან დაგვყურებენ ყველას აგენტს და deep states და ნაცს უწოდებენ, ვინც მათ პოლიტიკას არ იზიარებს. არანაირი დამსახურების მქონე ხალხი. NGO სექტორიდან, არასამთავრობოებიდან არიან მოსული, ვინც დღეს მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ეროვნული ცნობიერება რა არის, არ ვიცითო და უსამშობლოს სხვას დაუძახებენ შემდეგ ასეთი ადამიანები. 557 88 55 88 პირდაპირ ეთერში ვართ, ეს ტელერადიო კომპანია ობიექტივია. საუბრობთ და ვაჯამებთ ირაკლი კობახიძის 2 წელიწადს თანამდებობაზე, ოდნავ მეტიც კი სინამდვილეში 2 წელი და 2 თვე ნახევარია, რაც ის იკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და ყოველთვის საინტერესოა ასეთი ტიპის სახალხო ეთერებში საზოგადოების სათქმელი, მათი შეფასებები. ამას დარწმუნებული ვარ ისმენს დანარჩენი საზოგადოებაც და დარწმუნებული ვარ ისმენენ პოლიტიკოსებიც და უნდა გაითვალისწინონ ხალხის სათქმელი და ხალხის პოზიცია. ამით არის ეს ეთერი მნიშვნელოვანი. სხვა მხრივ ისე მეწყინა ერთ-ერთი პირველი ზარი იყო თუ მეორე ქალბატონმა რომ თქვა, თქვენს გადაცემებს არანაირი აზრი არ აქვსო. როგორ თუ არ აქვს აზრი მედიის მუშაობას, ტელევიზიის მუშაობას, ხალხის სათქმელს, თავისუფალ ტრიბუნას, რომელიც ერთადერთია ამ ქვეყნის სატელევიზიო სივრცეში. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. ეთერში ხართ, გისმენთ? მე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო. დიახ. პრემიერი მნიშვნელობა არ აქვს, ვინც გინდა იყოს. სანამ არ შეიცვლება ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური მიდგომები, საბაზრო ეკონომიკა, ეს ყველაფერი გაჭირვებულ ხალხზე ცუდად ისახება. აი ეს მინდა მეთქვა, რომ თვითონ პოლიტიკა ეკონომიკური შესაძლებელი. დიახ. მადლობთ, გავიგეთ თქვენი სათქმელი. რა სიტყვით ირაკლი კობახიძის გუნდის მუშაობაზე, თავად ბატონი პრემიერ-მინისტრის საქმიანობაზე ამ 2 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიცით, რომ მისი გუნდის წევრები დიდწილად არიან ყოფილი თანაკურსელები ირაკლი კობახიძის და რაღაც ერთიანი მოქმედება აქვთ, რამდენიმე მინისტრი ყოფილი თანაკურსელია მისი, სხვა თანამდებობებსაც იკავებენ და ერთიანი სტრატეგიით და მიზნით მიდიან. რა მიზნით ბუნდოვანია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გვპირდებიან, რომ ჩვენო სუვერენიტეტისთვის ვიბრძვითო და ამ ფონზე მთელს მსოფლიოს დაუპირისპირდნენ. არ ვამბობთ ჩვენც, რომ არც ჩვენ გვინდა, რომ სუვერენიტეტი დავკარგოთ, მაგრამ არც მტრობა გვინდა დანარჩენ მსოფლიოსთან. ვერც რუსეთთან დაალაგეს საქმე, ვერც ტრამპთან დაალაგეს საქმე იმისთვის, რომ ქვეყანას ინტერესები გავიდეს მსოფლიო ასპარეზზე. აი ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა, აზერბაიჯანმა და სომხებმა შეძლეს ტრამპთანაც ურთიერთობა, თავიანთ სუვერენიტეტსაც იცავენ, ევროპასთანაც ნორმალური ურთიერთობა აქვთ. ბატონმა კობახიძემ კი ისიც ვერ შეძლო, რომ და ზოგადად ქართულმა ოცნებამ, რომ ბატონი ალიევი როდესაც იყო, აი კადრებს ხედავთ, დავით გარეჯის თემა მაინც დაეყენებინათ დღის წესრიგში. ვერ შეძლეს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, დიალოგი ვერ შეძლეს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით რაღაც ყინული დაიძრას. ვერც ერთი მიმართულებით ვერ შეძლეს, გარდა ერთისა. ნამდვილად წარმატებით ახერხებენ ურთიერთობებს არაბულ ქვეყნებთან. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. გისმენთ, ეთერში ხართ? იცით რა არის? მე მგონია
რომ ჩვენი და მით უმეტეს ირაკლი კობახიძის მაგას მუშაობა არ ქვია. საერთოდ მთავრობა ერთობა ჩვენით. ხო, ჩვენ მაგათთვის აი ადამიანები კი არა, ჭინჭველებიც აღარა ვართ უკვე. აი ესეთი მდგომარეობა არის. აი რომელი სფერო გინდა რომ დაალაგებული იყოს მდგომარეობა. აი ამის თქმა მინდოდა. არ ვართ ადამიანები, არ ვთილიან ადამიანებად. აი ეგრეა. დიდი მადლობა თქვენ ქალბატონოს არისთვის. განათლების რეფორმა დაიწყეს, რასაც სხვათა შორის თავიდან სანამ გავიგებდით რეალურად რას აპირებენ, დიდი სიხარულით შევხვდით, იმიტომ რომ ნამდვილად სჭირდება განათლების სფეროს მნიშვნელოვანი რეფორმა. მაგრამ თურმე ეს ყველაფერი გულისხმობს დიდი ისტორიის მქონე სასწავლებლების დახურვას, მათი ქონების გაყიდვას და იქ ალბათ სასტუმროების და ბიზნეს ცენტრების გახსნას. აი ეს გააკეთეს მაგალითად თბილისში ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხზე მაგალითად ჯერ აერთიანებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და შემდეგ პროტესტი რომ დაინახეს, უთხრეს რომ აღარ გაგაერთიანებთ, მაგრამ ფაკულტეტებს წაგართმევთო და თქვენი ქონების დიდ ნაწილს გავყიდითო. რატომ უნდა გაიყიდოს, როგორ უნდა ხდებოდეს ეს ტექნიკური უნივერსიტეტის ამხელა უზარმაზარი ქონება. ამ ფონზე აგრეთვე მე ვშიშობ რომ ბიუჯეტში თანხის დანაკლისი აქვს და ამიტომ აკეთებენ ამას. ამავდროულად 181%-ით არის ჯარიმების გამოწერა გაზრდილი. ჩასაფრებული არიან მე ერთ-ერთი გადაცემა ამ თემაზე მქონდა. ყველანაირად ცდილობენ რაღაც გაყიდონ, ვიღაც დააჯარიმონ და ასე შეიტანონ ბიუჯეტში ფული. გაზრდილია გადასახადები, გაზრდილია ჯარიმების რაოდენობა, გაზრდილია კომუნალური გადასახადები, ფასები. ეს რეალობა გვაქვს სამწუხაროდ დღეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თუ გახსენდებათ რაიმე მოქნილი სასარგებლო ინიციატივა და ცვლილება, იქნებ მე არ მახსენდება და თქვენ გახსენდებათ. რომელიც ბატონ ირაკლი კობახიძეს შეგვიძლია მივაწეროთ, აუცილებლად დარეკეთ ეთერში და გითხარით ამის შესახებ. ეს არის თავისუფალი ეთერი, ყოველგვარი ცენზურის და შეზღუდვის გარეშე, როგორც კი აკრიფავთ ჩვენს ნომერს, მაშინვე მოხვდებით პირდაპირ ეთერში. ეთერს გარეთ არავინ არ გაგესაუბრებათ, ასე ვთქვათ და ცენზურას არ ვატარებთ ჩვენ. ამით ვართ გამორჩეული. 557 88 55 88. ეს გახლავთ ჩვენი სტუდიის პირდაპირი ეთერის, ანუ ტელეფონის ნომერი. არ გამოგრჩეთ ობიექტივის სოციალური ქსელები, ქართული ასოებით აკრიფეთ ობიექტივი და გამოგვიწერეთ Facebook-ში, YouTube-ში და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეს მიიღებთ ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით. ჩვენ მაუწყებლობთ ტელევიზიით მთელ საქართველოში, რადიო სიხშირეზე FM 105 და 1 დამატებით დედაქალაქში და რადიო მსმენელების მხრიდანაც ძალიან საინტერესო იქნება თუ დაგვირეკავენ და თავიანთ პასუხებს გვეტყვიან ჩვენს დღევანდელ კითხვაზე. ზარია, გამარჯობა. ეთერში ხართ, გისმენთ? თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი. ეთერში ხართ. კარგი, რაღაც ხულიგნობასთან გვაქვს ალბათ საქმე? გისმენთ. დაიწყეთ ლაპარაკი, ეთერში ხართ, ქალბატონო, გავიგეთ თქვენი მოსალმება. სწორედ თქვენ ხართ ეთერში, სხვა არავინ, დაიწყეთ, გთხოვთ. როდინძელი გადაღებულია. მე მშიაო, რო გაქვს სურათი. კიდევ რა სიტყვით ჩვენს თემაზე? სტალინს არ უფასებდნენ და რა გაქვს გულში ასეთი? კარგი, დიდი მადლობა. ჩემი თხოვნა იქნება რომ ტელევიზორს ბოლომდე გამოურთოთ ხმა, როდესაც ეთერში რეკავთ. ხედავთ როგორ დაგაბნიათ ახლა იმ ფაქტორმა, რომ ტელევიზორის ხმა აწეული იყო. და უფრო კარგად გავიგონებთ ერთმანეთის საუბარს. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ. როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის 2 წელიწადს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე? ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა პირდაპირ ეთერში. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ბოლო 2 წელი იყო ის, როდესაც შიშის სინდრომი საზოგადოებაში დაბრუნდა.
რეპრესიული კანონებით და რეპრესიებით, რომელიც განხორციელდა. მოსმენები და თვალთვალი 3000%-ით გაიზარდა. თვითონ ადასტურებენ. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ? კიდევ გიელსაგაბგოვარ ამაღლებამდე იესოფის დედამიწაზე და დაგოთუს თქვენი სამსახური და პირადად თქვენი სამადობი. დიდი მადლობა. თქვენ სასწაულს ბორჯომიდან ავარ. აი ილია რა უნდა გითხრათ ისი აი რა გამოგვივა ჩვენს არ ძალიან დაწირება თქვენი ამასობაბო. დედაჩემი 60 ლარს იღებდა პენსიას კომუნისტების დროს. ხოდა 2000 მანეთი გამოიტანა ბანკიდან რომ სახლი აეცემებია. ჩემს ძმას და მაგა დედაჩემი. უშურო ვერ გავიგე ბურსა ხელს მარცხნივ და იქაც მიწი. ხალ რას გაიგე მე უხარ მე გასიმუშავდი. პროცესს არ გარკვევენ მე უხარი. აი რა დროს ვიყავი სიტია. ეხლა რა არის ბანკები კარგია ვერ გებულო ჩემი გოგო რა დროს უნდა დაამთავროს ეს გადასახადი გეფიცებით რა პირველი ყაჩაღები ეგენი არიან გეთანხმებით ბანკები არა ერთენა პენსიონერები კაცო გეთანხმებით დიდი მადლობა ქალბატონო განსაკუთრებით დიდი მადლობა იმ თბილი სიტყვებისთვის რომელიც გამოთქვით ობიექტივის მიმართ ბორჯომიდან იყო ზარი და დიდი სიყვარულით მოკითხვა ამ ულამაზეს კუთხეს ჩვენი ქვეყნისა ულამაზეს დაბას რომელიც მე განსაკუთრებულად მიყვარს მინდა გამოგიტყდეთ პირდაპირ ეთერში ვართ მორიგი ზარიან გისმენთ ალო ეთერში ხართ გისმენთ არაფერი არ მახსენდება არდე უკან მედის ფერის ხოვრება ჭიათურიდან გირეკა ჭიათურიდან სამეფის ალბატონია არაფერი ერთი დაგანახათ ამ გომარობაზია ჩვენი ჭიათურა თოქლები გადასვლილი არის მაგეთ არაფერი არ ანაგლებს გამახსენდება ისე რა დიახ 20 მაი ამოწოლილი რო იყო ყობახიზე აუჩე და საერთოდ ყურადღებას ვაღაჩე და დამოუკიდებლობის დროს. ახლა გამოიძინება ალბათ და ოიტონებს მოდესი რა, აგელბებული ვარ. მადლობთ, მესმის აღელვებისა. მოკითხვა ჭიათურას, ესეც ულამაზესი რაიონია ჩვენი კუთხისა, ძალიან მშრომელი ხალხით, ძალიან ღირსეული ადამიანებით და პრინციპში ეს ღირსება და ეს პატრიოტიზმი მთელ საქართველოშია და ყველა კუთხე ერთმანეთზე უფრო ლამაზი და საყვარელი გვაქვს ჩვენ თითოეული სოფელი, თითოეული ქალაქი და თითოეული რეგიონი ერთმანეთზე უკეთესია. მართლაც ასეა ეს, როგორც ბუნებით, ასევე თავისი ტრადიციებით, თავისი ბრწყინვალე სამზარეულოთი, რომელიც ყველა რეგიონს გამორჩეულად კარგი აქვს, მინდა მოვეფერო და დიდი პატივისცემა გამოვთქვა ჩვენი მაყურებლების მიმართ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნებისმიერ ქალაქში და ნებისმიერ მხარეში. ზარია კულავ გისმენთ? ალო. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, ძმები გენაცვალე. რა მინდა გითხრათ? ერთადერთი სტალინის კანონი თუ გადაარჩენ საქართველოს. რომელი კანონი? სტალინი როგორც ცოცხალი იყო, როგორც მოქმედებდა, ასე უნდა მოქმედებდეს ვიღაც უნდა მოვიდეს სათავეში, რომელიც გადაარჩენს საქართველოს. სხვა არაფერი არ ეშველება. ბატონო ჩემო, რეპრესიები და დიქტატორული კანონები დღესაც მიღებული აქვთ და ესე იგი მოგწონთ ხომ? სტალინის არა, კომუნისტური წყობაზე არ მაღლა. წყობა ეკონომიკურ პოლიტიკაზე ამბობ. დემოკრატია იქნება, მაგრამ ამ ხალხს გავიგდი. სააკაშვილი, ივანიშვილი, ასეთი ხალხი უნდა მოშორდეს. მივხვდი, რასაც ამბობ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. თქვენ კი არ გსურთ, რომ სტალინის რეპრესიული უარყოფითი მხარე განხორციელდეს დღეს, არამედ თუ რამე კარგი იყო მაშინ, ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით ალბათ ამის განხორციელებაზე ლაპარაკობთ. მორიგი ზარია გისმენთ? მოგესალმებით ბატონო. გამარჯობა, გისმენთ, გამარჯობა. ბატონო, აი ყოველას ვინც საუბარი მიდის,
ყველას თხოვრო, ნუ ამბობენ, რომ რაიმე გაძვირდა ქვეყანაში. ქვეყანაში არაფერი არ გაძვირებულა. 94 წელს როცა ლარი შემოვიდა, 1 კილოგრამი ხორცი ღირდა 3 ლარი და 50 წეთრი. 1 კილოგრამი ყვილი ღირდა 2 ლარი. ფული გაფუჭდა 100%. ინფლაცია. 100%-ით. კი. მადლობთ, დიდი მადლობა. ინფლაცია ნამდვილად სახეზე გეთანხმებით ამაში. ფეოდალიზმის ნიშნებია, როდესაც ერთი კლასი მდიდრები კიდევ უფრო მეტად მდიდრდებიან და ღარიბები და ხელმოკლეები კიდევ უფრო მეტად ღარიბდებიან. ეს ამას ქვია ფეოდალიზმი, რაც ზუსტად ამ 2 წლის მონაპოვარია, განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში მოხდა ეს. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით ბატონო ელია. მოგესალმებით, გამარჯობა. ბატონო ელია, და შემოსვლება ძალიან ფილოსოფიურად ახსნა, პლუს ეკონომიკაში განვითარებული ხდება და 5-ზე ეწოდება მარქსის კაპიტალი და ასე შემდეგ. ფაქტი ერთია, რომ გამოახე მაცივარი, მაგაზე კაი ბარომეტრი რაღა შეიხედა შიგადა, მერე გაუფასურდა თუ არ გაუფასურდა, წახდა თუ არ წახდა, შეერი ჩემი. ვისი ბრალი ეს? ხელისუფლების ბრალი ხა. სტალინი უნდა, სტალინი კი არ უნდა, სტალინი შეეძლო. რა. ამა ესეც ცდილობს, რომ ყველაფერი გააკონტროლოს, მაგრამ ეს სტალინი არ არის. ის ცხოვრებული ამ ხელა უკიდეგანო ქვეყანას აკონტროლებდა და არა მარტო ამ ქვეყანას. სოფლიოს მეასე ასკაც აკონტროლებდა. ის იყო ფენომენი, გენია. იმიტომაც იყო, რომ ბევრი ეძებდა და ვერაფერი რო ვერ იპოვეს და დახეული ტანსაცმლის გარდა. ხო, პირადი საკუთრება არ გააჩნდა სტალინს, დიახ, ცნობილი ამბავია, გეთანხმებით. პენსიონერებო, რო გიხარიათ 800.000 ვართ, ვაჯობია 800.000 სტუდენტი ყავდეს და ოჯახი ყავდეს ახლა შექმნილი. ერთი პირი არა გაქვს, ერთი პირი. ერთი ასახად, მეორე ბათასახად. ყოველდღე დაისახო მიზანი. რა შეგვიძლია? ერთადერთი რომ არჩევნებზე მივიდეთ, მისაღები ნომერი იქნება თუ პარტია იქნება თუ რაც იქნება, შემოვხაზოთ ის. ასეთად მე როგორც ჩვენაი პენსიონერს მიმაჩნია ნომერი 8. ობიექტივში ხშირად გამოდიან აი ის ხალხი, რომელიც იგივე აჟღერებენ. რა უნდა ამას? არაფერი არ უნდა, მოძონება უნდა, მეტი არაფერი. 800.000 ხმარო პენსიონერმა ნომერ 8-ს მიცეთ. ან გააყალბებენ და ან არ გააყალბებენ მერე, ჯერ მანამდე კიდე დრო არის. ამიტომ ვისაც რა შეგვიძლია ის გავაკეთოთ ქვეყნის სასიკეთოდ. არავინ არ თხოვს 200 კილოიანი სტანგარტია და ასე შემდეგ. გააკეთეს სწორი არჩევანი, რომ დადგეს შენი ქვეყანა ფეხზე. ფეხზე დადგომ ეს არის ხელისუფლებაში. მოვიდეს წესიერი ხალხი, პატრიოტ ალიანსის სახით არის კიდევ წესიერი ხალხი, ასე ეშრებათ მაგას, ვინ გაიწვიონ და ასე შემდეგ. მოვსიტოთ ახლა ეს 12 წელი ერთი გვაჟდა თავზე ტოვასის ლიტოვერასავით, ახლა მეორე გვაჟის თავზე. ეს ყველა მიგორეთ. რა დიდი ფილოსოფია ვაშუნა. წავედი, შემოხაზე თუ გავაფერადე ნომერი 8, წამოვედი სახში. აბა, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა, თქვენს წარმატებებს გისურვებთ. გეთანხმებით, რომ ცვლილებები საჭიროა ნამდვილად და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენც გვაქვს პასუხისმგებლობა. სხვებს კი არ უნდა ვუყურებდეთ და აბა ისინი რას იზამენ და რას მოიმოქმედებენ. ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ რაღაც და ელემენტარულია არჩევნებზე მისვლა და ღირსეული არჩევანის გაკეთება. უკაცრავად, როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის 2 წელიწადს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელი ინიციატივა ან ცვლილება გახსენდებათ, რომელმაც თქვენი ოჯახის და მთლიანად ქვეყნის მდგომარეობა ოდნავ მაინც გააუმჯობესა. გამარჯობა. მოგესალმებით. არაფერი მაგის მსგავსი გასახსენებელი არაფერი არა. აქ უფრო მათ არის საკითხი, კაცო, სისტემის არასრულყოფილება არა მარტო ჩვენთან საერთოდ კაცობრიობაში.
აი ძალიან მონათლობელობიდან დაწყებული მერე ფეოდალიზმი, მერე კაპიტალიზმი, მერე სოციალიზმი, კომუნისტური პერიოდი, მაგრამ სუპერს თავის ხარვეზები ქონდა და ადგა ეხლა დრო რომ რაღაც ახალი გამოვიდეს, რომელიც გარანტიას მიცემს ადამიანს, რომ არ იქნება არც მათხოვარი არ გახდება, არც უპატრონო არ დარჩება, არც უმუშევარი არ დარჩება. არის ასეთი იდეა და არის ასეთი პროექტი. რამოდენიმეჯერ თქვენ რადიოში, თქვენს გადაცემებშიც თქვი და აი ამაზე უნდა იყოს უფრო მიმართული, ესე იგი, თორე ასე ცალ-ცალკე რაღაც საკითხებით, კობახიძიდან მე არ მახსოვს არც ერთი ხელმძღვანელია 80 გადაცილებული კაცი ვარ ხო და ვინ საბოლოო ჯამში ადამიანები უკმაყოფილოები არ ყოფილიყვნენ იმ ჩვენი მართლობით, იმიტომ რომ მართლობის სისტემა ყოველთვის იყო ხარვეზებით. მადლობ, დიდი მადლობა. დიახ. დრო ამოგვეწურა, ბოდიშს გიხდით, თუ ვერ დაასრულეთ, ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ ინტერაქტივს, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. ნახვამდის.